ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა გვინდა გქონდეს. ქართველი ქართველს უსურვებს სიკვდილს. ძალიან მოკლე პასუხებს მაძლევ. არა, ჩემი არ მანანებინა შენთან მოსვლა. დანაშაულად თვლი ბიჭების მკვლელობებს. შოკოლადს რაც შეეხება, კი, მიყვარს ძალიან. ცოტა უხერხული მგონია ამ მთავრობის და იმ მთავრობის შედარება. ჩემს არის ეს სულიერი სიმახინჯე. მე სხვათა შორის ამაზე ძალიან ღიად ვსაუბრობ, რომ ამა ნარკოდამოკიდებული იყო და ეს არ არის ჩემთვის ტაბუდადებული თემა. დავიწყოთ? კი ბატონო. ნინი, შენი ადამიანი ხარ, რომელსაც ბავშვობიდან იცნობენ საქართველოში. შენს გადაცემებს რომ ვუყურებდი, როდესაც ვემზადებოდი ჩვენს ინტერვიუსთვის, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან პოპულარული ხარ, მაინც რაღაც დისტანცია გიჭირავს ხალხისგან, სოციუმისგან და პირველი ადამიანი ხარ, ვინც ეს შეამჩნია. ანუ მართალია. კი. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში დავაკვირდი, რომ შენ თვითონ დაიწყე რაღაც ხმაურების შექმნა შენს გარშემო. პირველ რიგში მოგესალმები, კეთილი იყოს ჩემი ფეხი, ამბობენ რომ კარგი ფეხი მაქვს და წარმატებებს ვუსურვებ შენს გადაცემას. ბავშვობიდან ეს ჩემი ეს სიტყვა არ მიყვარს ხოლმე პოპულარობა, მაგრამ ვერ გაიქცევი მაგას. ჩვენ და უნებურად მოხდა და იმ პერიოდის ბავშვი მომღერლები მე მგონი ყველა ესე ვართ დღემდე. რაც შეეხება ძალით ხმაურის შექმნას, მეც ვფიქრობ ამ თემაზე ბევრს. ეს არასდროს მდომებია და ძალიან ვცდილობ, რომ ყოველ შემთხვევაში არ მოვხვდე აი ესეთი ხმაურიანი განცხადებების რიგებში, სადაც მე იწყება ბულინგი, ეს სიტყვა საერთოდ ძალიან არ მიყვარს. მაგრამ რატომღაც ასე ხდება? მე ვთვლი, რომ ეს კონკრეტული პერიოდის მერე დაიწყო ეს ასეთი თავდასხმა ჩემზე და ნებისმიერი ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ აი ეს ხმაური და აჟიოტაჟი გამოვიწვიო. რომ დავაკვირდეთ სტატიებს, რომელიც იწერება შენს შესახებ, ხო? ისინი არასდროს არ არის შენს პროფესიაზე, ან შენს სხვა მოღვაწეობაზე. უფრო არის აი შენს განცხადებებზე ზუსტად და რაღაც შენს პოზიციაზე, კონკრეტულ პოზიციაზე. სხვათა შორის დიდი ხანია ინტერვიუ არ მიმიცია. ეს არის, ხო, აი ძალიან დიდი ხანია ასეთი ვრცელი და მხოლოდ ჩემს შესახებ ინტერვიუ არ მიმიცია. ეს ამონარიდები ყოველთვის მიაქვთ ან სოციალური ქსელიდან, ძირითად შემთხვევაში სხვათა შორის აი ბოლო პერიოდში დავაკვირდი, მე უბრალოდ არ მაქვს სოციალური ქსელი, მხოლოდ ინსტაგრამი მაქვს და წარმოუდგენლად მიმაჩნია ისეთ რაღაცებს იგონებენ და თავის ნებაზე წერენ, მერე აპიარებენ, მიაქვთ რაღაც კონკრეტულ საიტებს და ეს მიდის მერე უკვე სხვადასხვა კედლებზე და იქ რაც ხდება ალბათ არც წამიკითხავს სხვათა შორის ძალიან გასაოცარია, არავის არ ჯერა ხოლმე ეს, მაგრამ 2018 წელს დავკეტე ეს რაღაცნაირად შევქმენი ჩემს ეს თავდაცვის მექანიზმია ალბათ და არც ერთი კომენტარი არ წამიკითხავს, არც ერთი სტატიის, არც ერთი გადაცემის 2018 წლიდან არასდროს არ ვკითხულობ. და ვუკრძალავ ყველას ჩემს ირგვლივ, ერთადერთი ვისაც ვერ ვერევი ეს არის დედა ჩემი. მოგვიანებით ვისაუბრებთ ალბათ რომელიც სულ კითხულობს და ერთადერთი ამაზე ვნერვიულობ ხოლმე. დანარჩენი ეს ჩემზე არ მოქმედებს, იმიტომ რომ ის ადამიანები შეუმდგარი და უგუნური ადამიანებისგან დღევანდელ ენაზე ბულინგი ჩემთვის შექების ტოლფასია, ეს სენეკას მოვიშველიებ, ბოლო პერიოდში ძალიან გატაცებული ვარ ამ ფილოსოფოსით და ვთვლი, რომ ადამიანები გააჩნია, ვინ წერს შენზე ცუდს. არის ისეთი ადამიანი, რომელიც დაწერს ცუდს და ეს შენთვის მნიშვნელოვანია? კი. არიან ესეთი ადამიანები, ჩემი ახლობლები და ის ადამიანები, ვისი აზრიც ჩემთვის პატივსაცემი და მნიშვნელოვანია. რა გახსენდება ბოლო ისეთი კომენტარი ან ისეთი საუბარი,
ცუდად რომ შევაფასოთ, რომელმაც რაღაც ზეგავლენა იქონია შენზე. ძირითადად ეს დედაჩემი არის ხოლმე. თავარი კრიტიკოსი. ხო. და მისგან ნებისმიერი კრიტიკა ჩემთვის მისაღებია. არა მარტო ხათუნასგან, სხვათა შორის ჯანსაღი შეფასება ყოველთვის ვისმენ და ძალიან ბევრჯერ გამithვალისწინებია კიდეც. ზოგადად მედიაში რომ აკონტროლებდე, აი ამ სტატიებს და ასე შემდეგ. რაზე გინდა რომ ამახვილებდნენ ყურადღებას, როდესაც შენზე წერენ? საინტერესოა. არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ალბათ ჩემ რჩევებს, რომელსაც დღეს ძალიან დიდი ჯვარი მაკისრია საზოგადოების წინაშე და ამ ჯვარს ვცდილობ რომ ვაშკაცურად გავუმკლავდე და ვატარო. უფრო დავწერდი როგორც ვცდილობ რომ ადამიანებს დავეხმარო. ჩემი ის ნამდვილი სახე, რომელიც ალბათ არავინ იცის და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არც მიყვარს, მაგრამ ძალიან ბევრი SMS-ი მომდის ბოლო პერიოდში, ეს ონკოლოგიური პაციენტები, რომლებმაც დაამარცხეს სიმსივნე ჩემი და ხათუნას მაგალითზე და არ არის საინტერესო დღესდღეობით უკვე ეს რაღაც ყვითელი ისტორიები და ასე შემდეგ, რომლითაც манипуლირებენ ეს ადამიანები, ასე მგონია, იმიტომ რომ წლებია ერთი და იგივე თემები აქვთ დახვეული და კედელ-კედელ ატარებენ ამას. ნინი, რა მომენტში იქეცი იმ ადამიანად, რომელიც არასდროს არ იყო ასოცირებული პოლიტიკასთან, იმ ადამიანად, რომელსაც საკმაოდ მკაფიო პოზიცია აქვს. ზოგადად ესეც მგონია რომ ჩვენ დაუნებურად მოხდა. წინა მთავრობამ ეს ყველაფერი აი ასე მოაწყო, რომ ჩვენ მომღერლები და ხელოვანი ადამიანები პოლიტიზირებულები გამხდარიყავით. დღეს ასე არ არის? ჩვენ არასდროს ამის სურვილი არ გქონია. დღეს ვერ გეტყვი რომ ასეა. იმიტომ რომ მე მოვყვები ჩემს ისტორიებს, მე არ მინდა სხვა ადამიანებს შევეხო, მათი ისტორიები მათ ეხებათ და ისინი საუბრობენ, როდესაც აქ მოვლენ. მათ მაგივრად მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. 9 წლის განმავლობაში ჩემს სიმღერებზე, ჩემს ფონოგრამებზე სხვა მომღერლებს ამღერებდნენ და ამას მე იმ პერიოდში თინეიჯერი, მოზარდი, ნინი ტელევიზიით უყურებდი. ვის მაგალითად? ეს წინამთავრობის დროს სხვა მომღერლებს ამღერებდნენ ახალ წელს, რიგ დღესასწაულებზე და მე ამას ტელევიზიით უყურებდი. შესაბამისად ის რომ მე გამიჩნდა პროტესტი რაღაც ასაკში, როდესაც უკვე მე ზრდასრული ადამიანი მერქვა და ეს პროტესტი გამოვხატე. რა ვიცი, არ მგონია რომ ეს იყოს დანაშაული, იმიტომ რომ თუ განსხვავებული აზრის, ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა გვინდა გვქონდეს. განსხვავებული აზრის მოსმენა რეალურად დღეს არავის უყვარს. განსხვავებული აზრის გამო გაბულინგებენ, გაკრიტიკებენ და შეიძლება, ისეთი კომენტარებიც მინახავს, რომ ადამიანები ქართველს უსურვებს სიკვდილს. ჩემთვის წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია ის, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს ესეთი პოლარიზებულია. ძალიან მტკივა გული, იმიტომ რომ არ შეიძლება ის ქვეყანა, სადაც ის პრინციპები და ღირებულებები არის ოდითგანვე, დღეს აი ამ რეალობაში იყოს. შენ თქვი რომ ჩემს ფონოგრამაზე სხვები მღეროდნენ. ეს რომ ძალიან მარტივი გზა არსებობს ამის გადასალახად, შეგიძლია უშუალო მაგალითად რომ საავტორო ნახე, როდესაც სახელმწიფო გებრძვის, სახელმწიფო მანქანა, როდესაც არის შენს წინააღმდეგ, იქ უძლური ხარ. ვისაც არ უნდა უჩილო, მიშას დროს, რა ვიცი, სასამართლოებს აგებდნენ ისეთი ადამიანები, ვინც 100%-ით მართლები იყვნენ. შესაბამისად, ახლა ასე არ არის. ვთვლი რომ არა. შენი სიტყვებია, ამ ქვეყანაში არაფრის კეთება აღარ აქვს აზრი. არაფრის კეთებას ალბათ. თუ პოლიტიკოსი არ ხარ, შეიძლება მაგ შემთხვევაში გქონდეს რამე პერსპექტივა.
არ ვიცი, არც ვიცი, როდის თქვი ეს? თარიღი არ მომიწერია, ხო, და არ თუმცა არის ეს. ვეცდები აქ ვაჩვენო ეგ მაგრამ- სტატია. ხო, აი ეს ზოგადად ეთანხმები ამ ნახეთ, გამონათქვამს. ამ სტატიებზე და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეხლა ადამიანები რასაც უნდა იმას წერენ. ჩემი ნათქვამი რაც არ არის, იმაზე კომენტარებს არ ვაკეთებ. დღეს ბევრი ციტირება მომიწევს და თუ კი, ბატონო. მსგავსი ის იქნება, მითხარი აუცილებლად. ეს სტატიიდან მაქვს ამოღებული და მეც არ მახსოვს, გადაცემა იყო თუ რა იყო, მართლა არ მახსოვს. თუმცა ახლა რომ ისმენ ამას, არის ასე? არ ვთვლი ასე. მე რაც არ მithქვავს ის როგორ არა, ზოგადად ვამბობ, ვთქვათ, ჩემი აზრია ეს. ზოგადად საერთოდ ისედაც პოლიტიზირებულია ჩვენი ქვეყანა და გახდა ბოლო წლებში განსაკუთრებით. ეს როდესაც დაიწყო, მას შემდეგ სულ ასე არის. ბოლო ძალიან ბევრი წელია. შესაბამისად, რა ვიცი, აი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც ვთვლი, რომ ოდესმე შეიძლება გავხდე და ამის მეტი საქმეს ამ ქვეყანაში ვერ გააკეთებ. ციტირებაზე ეს უკვე მახსოვს, სადაც თქვი. ერთ-ერთ გადაცემაში შენ შეადარე ნაციონალურ მოძრაობის მმართველობის პერიოდი ქართული ოცნების მმართველობის პერიოდთან. მაშინ იყო 6 წელი გასული, რაც ქართული ოცნება იყო უკვე ჩვენთან. შენ თქვი, რომ დანაშაულისა და შეცდომების შორის დიდი განსხვავებაა. მაინტერესებს, რას თვლი დანაშაულად? დანაშაულად თვლი ბიჭების მკვლელობებს. და მოდი ამ თემაზე დავასრულოთ ეს, იმიტომ რომ ცოტა უხერხული მგონია ამ თავრობის და იმ თავრობის შედარება. აი ზუსტად ამ კუთხით, ის ადამიანები აწამებდნენ და კლავდნენ ქუჩაში ბიჭებს. სირცხვილია ქართულ ოცნებაზე ამის თქმა და შედარება. ეს არის ჩემი აზრი. ხო, ეს არის ჩემი აზრი და შესაბამისად აღარ მინდა რომ რამე ამ თემასთან აღარ დავსვავ კითხვას, თუმცა ქუჩაში კლავდნენო. რაც ხდება რუსთაველზე? მივადექით მაგ საკითხს. მე მგონია რომ ის ბავშვები, რომლებიც იქ არიან, თვითონ შეცდომაში არიან შეყვანილები და მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. კი ბატონო. მაშინ ასეთი კითხვა მაქვს. იმ თავრობას შევაშვით, ასე ვთქვათ, როგორ გამოიყურება ქართული ოცნების შეცდომები დღესდღეობით? შენი აზრით. მე არ ვარ პოლიტიკოსი, შენ როგორც მაცხოვრებელი საქართველოს. ნახე, მე ბოლო პერიოდში ძალიან თავს ვიკავებ ნებისმიერი პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან. მე ვარ იმ ადამიანის მომხრე და ვენდობი მას, ვინც ბატონ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ, ვინც წლების განმავლობაში უანგაროდ უდგას საქართველოს და ქართულ ხალხს. შეცდომები, რა თქმა უნდა, უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. უშეცდომო ერთადერთი ღმერთია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველგან არის შეცდომა. მაგრამ ეს არის ისეთი შეცდომები, რომლებსაც ეშველება და გამოსწორებადია. როგორ გამოიყურება ეგ შეცდომები? არ მინდა ამაზე საუბარი რა, მართლა, იმიტომ რომ მე არ ძალიან ვიკავებ თავს ბოლო პერიოდში პოლიტიკური, ნებისმიერი პოლიტიკური განცხადებისგან თავს. ანუ შენ ხო აუცილებელი არ არის თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ცუდი კაცი. შენ ხო შეგიძლია თქვა მაგალითად, არ მომწონს სიტუაცია, რომელიც არის ჩვენს ქუჩებში. კი, მაგრამ ამაზე სასაუბრად ხო არ მოვდივართ, მოვსულ ვარ მე და შენ ვისაუბრეთ და ვიკითხარი, რომ პოლიტიკაზე არ მინდა საუბარი. კეთილი. შემდეგი შენი შეთანხმება ეგეთი გქონდა დადებული, რომ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებ. გეთანხმები. შენი სიტყვებია, მე არ მახასიათებს ადამიანებზე თავდასხმა, იმიტომ რომ მე პატივცემ ყველა ადამიანის აზრს. ნამდვილად ასეა. ეს ხომ ასე არ არის? თავდასხმას რაც შეეხება, არასოდეს მე ვერ მომიყვან მაგალითს, რომ ადამიანებს თავს დავესხი და თავდასხმაში რას გულისხმობ ახლა? ფიზიკურს? ან დავაბულინგ, ფიზიკურზე საუბარი ზედმეტია. ან დავაბულინგი ადამიანი, ან მას დაუმსახურებლად რაიმე უხეშად ვუთხარი, თუ ადამიანები იწყებენ ჩემთან ბრძოლას, ანუ შეიძლება პასუხი გავცე, მაგრამ მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ვთვლი, რომ რა ვიცი, თავდასხმა და ბულინგი ჩემგან არ ვიცი რამდენად ახსოვთ ადამიანებს. ვიდეო რომელიც გავრცელდა კოსტავაზე რომ მიდიხარ.
ეს ვიდეო არსებობს. მაშინ რა მოხდა? მაშინ რა მოხდა და 2 დღე იყო გადაკეტილი ჩემი სახლის ასასვლელი და წარმოუდგენელი რაღაც ხდებოდა და მე ზუსტად ასე ვფიქრობ. მე აღარ მინდა რომ ამ თემას შევეხო. იქ მდგომი ადამიანები ბავშვებს გულისხმობ. ძალიან ბევრი არის შეცდომაში შეყვანილი და ტყუილებს ძალიან მალე აიხდება ფარდა. ამას ყველა დავინახავთ და მეც პოლიტიკაზე აღარ ვისაუბრებ. შეთანხმება არ დავარღვიოთ, ეს ხომ პოლიტიკური არ? კი, პოლიტიკური, როგორ არ არის პოლიტიკური? შენი ემოციების გამოხატვაზე პოლიტიკური, ეგ პოლიტიკური განცხადება იყო. ეგეც მოდი, მე მაინც დავსვავ სხვა კითხვას, თუ რამე მითხარი რომ შემდეგი კითხვა და გადავიდეთ, ეგ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ მართლა მეგობრებო, სანამ ნინი მოვიდოდა და ჩვენ საუბრობდით, მე სიჯობდით უბრალოდ შევთანხმდით, რომ ასეთ ღრმა პოლიტიკაში ჩვენ არ ჩავართ. თუმცა შანსი გამოვიყენე. ხა და არ გამოვა. კი ბატონო. არ მანანებინა შენთან მოსვლა. სხვათა შორის 10 ადამიანიდან 10-ვე წინააღმდეგი იყო რომ მოსულიყავი. ხო და მე გავაჯობე და არ მანანებინა რომ მადლობა რომ მოხვედი. რატომ იყვნენ უარზე? ყველა არის დაძაბული. ჩემი ერთი სიტყვა ყოველთვის არის მე საგანი იმისი რომ იწება ხმაური. არა, ეხლა სიმშვიდეში უნდა ზუსტად ამიტომაც ხარ. სიმშვიდეში უნდა ჩემს ირგვლივ ყოფებს ცხოვრება. ზოგადად შენც ახსენე სიტყვა ბულინგი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი რომ ბულინგზე საშინელი რამ არაფერი არ არსებობს. აი ჩემთვის არის ეს სულიერი სიმახინჯე ის ადამიანი რომელიც არის ბულერის პოზიციაზე. თუმცა, როდესაც შენ კაი არ მინდა რომ თათ პოლიტიკაში გადავიდე, მაგრამ როდესაც შენ განსჯი ადამიანს სხვა, ხო, მაგალითად სხვა ოპოზიციურ აზრის გამო ხომ ხვდები რომ ის ადამიანი რომელსაც აქვს თავისი აზრი მაგრამ არასდროს მე აუცილებლად წამოვა შენს. კი ბატონო, ეს მე ჩემთვის მისაღებია და ამას აზრი სხვა არის, ნახე, ბულინგს შეურაცხყოფას და საშინელ სურვილებს შორის ძალიან დიდი განსხვავება არის. როცა ადამიანი თავის აზრს გამოხატავს. მე ჩვეულებრივად ვისმენ განსხვავებულ აზრს, მყავს ბევრი ნაცნობი, ბევრი ახლობელი განსხვავებული აზრის მქონე და ეს არ არის ტრაგედია და ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ახლობლები, ჩვენთან თბილისში დაუწერელი კანონები არსებობდა, რომ ახლობელი ახლობელს არაფრის გამო ასე არ გაიმეტებდა, როგორც დღეს იმეტებენ ადამიანები. შესაბამისად, მე ამ წესებზე გავიზარდე, დედაჩემმა და მამაჩემ ასე გამზარდეს, რომ არ შეიძლება არაფრის გამო მეორე ადამიანს, რომელიც თან მით უმეტეს შენი ახლობელი, ან უბრალოდ ნაცნობია, რაიმე პოლიტიკის გამო ხო საერთოდ არაფრის გამო არ შეიძლება ის აკადრო, რასაც დღეს აკადრებენ ერთმანეთს. კარგ თემას შეეხე, იმიტომ რომ ყავს ესეთი ნაცნობები და მეგობრები, ვისაც სხვა აზრი აქვსო. როგორი კომუნიკაცია გაქვთ ერთმანეთში? ჩვენ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ. ანასტასიას ნათლია არის განსხვავებული აზრის მქონე. ვიზიამბობ. არ გეცოდინება, უბრალოდ ეს კონკრეტული ადამიანი მოვიყვანე მაგალითად. ძალიან ჭკვიანი ქალბატონი, უბრალოდ მას განსხვავებული აზრი აქვს. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს პოლიტიკის გარეშე და ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. არა, მე არ ვამბობ რომ ეს ცუდია, უბრალოდ მაინტერესებდა. ჩვეულებრივად კომუნიკაცია. როგორც აქამდე პოლიტიკის გარეშე ადამიანები ურთიერთობდნენ, ჩვეულებრივად. დაფიქრება, მოთმინება და მერე გადაწყვეტილების მიღება არ მახასიათებს. ხო, საერთოდ ეს ძველი ამონარიდებია. საერთოდ ქონდა ესეთი ხასიათი. დაფიქრება იმდენად არა, მაგრამ ძალიან ემოციური და აფექტური ვიყავი. ეს ალბათ წლებთან ერთად შეიცვალა, რა თქმა უნდა და ბევრ რაღაცას ვნანობ დღევანდელი გადმოსახედიდან, სხვათა შორის ჩემი დაუფიქრებლობის გამო. მაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში წასვლას. სადაც არ უნდა წასულიყავ. რომელ გადაცემა? იმედია ჩვენსაც არ გულისხმობ. არა, თქვენსაც არ გულისხმობ. ერთ-ერთ გადაცემაში, რომელსაც ვთვლი რომ არა, ინგასთან არა. ვთვლი რომ არ უნდა წასულიყავ, იმიტომ რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი. ეს საინტერესოა, რომელ გადაცემაზე საუბრობ. ეს არ იყო ჩემი ტიპის გადაცემა და არც მე ვიყავი იმ წამყვანის ტიპის ძიმე კაცი? რა თქმა უნდა. არ მინდოდა
და არ მინდა ზოგადად მაგ თემას შევეხო, რომ არა, არ შოკოლადის მაქვს თემას პრობლემა. საუბრობ მაგ თემაზე. კი, არ მაქვს პრობლემა. იმიტომ რომ მგონი ეს არის ყველაზე დიდი кейსი შენს ცხოვრებაში, რაც ყველაზე ბულინგს. სასაცილო ჩემთვის. კი. ვნახე მე სრულად ეგ გადაცემა. მადლობა პროფესიონალიზმისთვის. და რა თქმა უნდა არ არის ისე ნათქვამი როგორც TikTok-ზე დევს, თუმცა მაინც არის ნახსენები შოკოლადი. იცი როგორი შეკითხვა, სამშობლოზე რო გეკითხებიან, იგივე არ გკითხონ დედა გიყვარს. ჩემთვის აი ზუსტად იგივე ტიპის შეკითხვა. და შოკოლადს რაც შეეხება, კი, მიყვარს ძალიან შოკოლადი. დავუბრუნდები ჩემს შეკითხვას, რომ დაფიქრება მოთმინება არ გახასიათებს. შეგვიძლია შევაფასოთ აი ის მომენტი, რაც კოსტავაზე მოხდა, რომ დაუფიქრებლად მოიქეცი. იგივეს გაიმეორებდი? უბრალოდ ეს ვიდეო ინსტა და იმას ვთხოვდი, რომ ეს არ დაედო, უბრალოდ მე დაგვიანე. რატომ აშკარად შენი მეგობარია, ანუ კი, ეს ხუმრობით მან ვერ გათვალა, რომ ჩემი ესეთი პატარა სიტყვაც კი ასეთ შედეგს გამოიწვევდა. ეგ ისეთი ვიდეო მართლად ხუმრობას ვერ დავარქმევ. ძიმე კაცთან თქვი, რომ საინტერესო იქნებოდა პუტინისა და მედვედევის საუბარს, რომ მოусმინო. ახლაც ასე გინდა, რომ უბრალოდ გაინტერესებს რაზე საუბრობენ. ახლა არავის საუბრის მოსმენა არ მინდა. ძალიან მოკლე პასუხებს ვაძლევ. არა, ჩემიც იცი, იმდენი საფიქრალი მაქვს, იმდენი რაღაცეები მაქვს მოსაგვარებელი და დასალაგებელი, რომ საუბრების მოსმენა უკვე მოდი ცოტა ხანი აი გადავდებ ჩემს სცენარს, რაზე ფიქრობს ახლა ნინი? მაინტერესებს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ალბათ დედა არ მითხრა და ხო, ხათუნა არის. რაც არ უნდა თქვა, იმიტომ რომ ყოველი კვლევა კვლევის წინ მომიწია შენთან მოსვლა და შესაბამისად ამ თემას ასე გვერდს ვერ აუვლით. არა, ხათუნაზე აუცილებლად ვისაუბრეთ, ეგ შენი ცხოვრების დიდი ნაწილია. კი, ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე რაღაცა ჩემი პატარ-პატარა საქმეები დავიწყე, რომელსაც მინდა რომ თავი მოვაბა ბოლომდე და გავიყვანო ბოლოში. ერთ-ერთი არის არსად ჯერ არ გამიჟღერებია და პირველია შენი გადაცემა, სადაც ვიტყვი, ეს არის ფონდი ონკოპაციენტების დასახმარებელი, რომლის დაწყებაც ძალიან მეშინოდა და ძალიან ფრთხილად ვცდილობდი ამ თემასთან კომუნიკაციას, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში იმდენად იმატა ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენთან სოფლიოში ამ დაავადების პროცენტულმა მაჩვენებელმა, რომ მინდა რომ ამას მოვკიდო ხელი და ეს უფრო ფართომასშტაბიანი გავხადო, ვიდრე დღევანდელ რეალობაში არის ჩემთან ტელეფონის საშუალებით, რაც შემიძლია მაქსიმალურად ვცდილობ ხალხს დავეხმარო. მაქვს 3 ახალი სიმღერა. ერთი არის რუსა მორჩილაძის, ერთი დათო ევგენიძის და მესამე არის სომეხი კომპოზიტორი არნო ბაბაჯანიანის, რომელსაც ვაკეთებ. ჯერჯერობით ბოლოში ვერ გავედით, მუშაობთ სტუდიაში და ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრება 11 საათზე მძინავს. და აი ეს არის დღეს ჩემი განრიგი და ყოველდღიურობა. საკმაოდ სერიოზულ და საჭირო თემას შეეჭიდე, რაზეც თქვი ფონდზე. მაინტერესებს როგორ გამოიყურება შენი ფონდი, ანუ რა სახის დახმარება იქნება, ფსიქოლოგიური, ფინანსური? ნებისმიერი ტიპის, ეს არ იქნება მხოლოდ ფინანსური, არც ფსიქოლოგიური, ეს იქნება კომუნიკაცია სწორ ექიმებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემნაირი ადამიანი იმ დროს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ გზის გავლა, რომ ყოლოდა ალბათ ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ყველაფერი. ის კონტაქტები, რაც მე მაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან ონკოლოგიის განხრით, მინდა რომ ერთ სივრცეში მოვაქციო და რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთი დიდი ფონდი, სადაც კონკრეტული ერთი მიმართულება არ იქნება. არის უკვე რამიან ლინკი საიტზე რომ გადავიდეთ გავიგოთ ჯერჯერობით არა. დავტოვოთ. ჯერჯერობით არა.
აღწერაში. მაგრამ აი ახლა არის აი ეს მზადება რაც 1 წელია დავიწყე, აი ბოლოში გავდივართ დაახლოებით ალბათ აპრილის ბოლოსკენ უკვე ეს ფონდი მზად იქნება. ვინ არის ასევე ჩართული შენთან ერთად ამ თემაში? ადამიანები, რომლებიც სხვათა შორის ბევრის ოჯახის წევრმა დაამარცხა, ბევრის სამწუხაროდ ვერ. ძალიან დიდი ჯგუფი და გუნდია ჩემს უკან, ძლიერი, წარმატებული და შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად დაიწყებენ ბრძოლას ადამიანების გადასარჩენად. მუდაოდ ძალიან კარგი თემა და ძალიან კარგი საქმიანობა, გისურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს დაეხმარებით და ყველას უსურვებ ჯანმრთელობას. დავუბრუნდები ნინი ჩვენს ინტერვიუს. და დავსვა კითხვა ისევ პოლიტიკასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ გეტყვი ბოლოში რატომ ვსვავ ამ კითხვას. ზოგადად შენი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის მიმართ ეს ზიზღი ასე ვთქვათ არის გამოწვეული იმიტომ რომ არ მოგწონს მათი იდეოლოგია თუ იმიტომ რომ სხვა მიზეზი არსებობს მაგალითად მამა მამაჩემი არა მე პირიქით მამაჩემი რო დაიჭირეს ამისთვის მადლიერებად შემიძლია გამოვხატო იმიტომ რომ ის ძიმესენით იყო დაავადებული და ძალიან კარგი გადარჩენის გზა იყო ეს მისთვის. მამა არაფერ შუაშია. იდეოლოგია მათი, რომელიც იყო დაუნდობელი. მე სხვათა შორის ამაზე ძალიან ღიად ვსაუბრობ, რომ მამა ნარკოდამოკიდებული იყო და ეს არ არის ჩემთვის ტაბუდადებული თემა და არა ვერ ხვდები რატომ უნდა იყოს ზოგადად ეს თემა. ეს არის 21 და საუკუნის მისი დაჭერა პირიქით მას ის 9 წელი რაც დაჭერილი იყო გაუხანგრძლივეს ცხოვრება და ის მას მისი ნახვის საშუალება ამ 9 წლის განმავლობაში მე მქონდა და სულ არ არის ეს რა იმ მიზეზი ანუ ხომ ხვდები რატომ და კი მესმის აბსოლუტურად წყენა ხომ არა გაქვს თქო მიშას მიმართ რომ პირადი წყენებით არასდროს ვაფასებ რიგ ადამიანებსაც პირადი წყენა აი ამ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკას ეხება და ადამიანებს რასაც უკეთებდნენ, არაფერ შუაშია ამასთან. კარგ თემას შეეხე პირადი წყენა ადამიანებთან. როდესაც ვემზადებოდი ინტერვიუსთვის, აი გარდა იმისა, რომ პოლიტიკაზე მაქვს ან რაოდენობით კითხვა და აშკარად ჩვენ ინტერვიუ უფრო მოკლე გამოვა, ვიდრე მოლოდინი მქონდა, აღმოვაჩინე ისეთი სტატია, რომ წელი არ მახსოვს როდის იყო, შენს და ნანუკა ჟორჟონელის შორის მოხდა რაღაც გაუგებრობა. არა. ეგ მართალი არ არის? არა, ტყუილი. გინახავს ეგ სტატია და ეგ ინფორმაცია მოსულდა. არც ეგ სტატია მინახავს და არც ეგ ინფორმაცია. არც გაგიგია, რომ ასეთი ჭორი დადის. იცი რამდენი ჭორი გამიგია ჩემზე. ყველაფერს რომ მოусმინო, ყველაფერზე რომ რეაქცია მქონდეს, ჯერ ეს ერთი ვთვლი რომ ახალგაზრდად გამოვიყურები და არ ესეთი ყველაფერზე რომ ესე მენერვიულა და რეაქცია მიმეცა დღეს დაბერებული არა ჩემი აზრით ბავშვებით გამოვიყურები ხო და აი კომპლიმენტიც მივიღე დღეს ესე არ ვიქნებოდი შესაბამისად უნდა მაქსიმალურად ავიცილოთ და ავირიდოთ მსგავსი ტიპის ზოგადად არაფერს ყვითელს არ ვკითხულობ მივედით თავარ თემაზე ეს არის ქალბატონი ხათუნა ვერ ვნახე ისეთი გადაცემა სადაც შენ იყავი სტუმრად რომ არ აღნიშნონ რომ ძალიან კარგი შვილი ხარ რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ეს გაიგო ამის გაგება არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ბევრად უფრო ძვირფასია ის რომ დღეს ის ცოცხალია ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემ ცხოვრებაში არის ეს რომ დღეს ის ჯანმრთელია მადლობა ღმერთს ამისთვის და ალბათ ყველა შვილი ესე მოიქცეოდა ეს ჩემ საქციელში არაფერი განსაკუთრებული არ არის და ვთვლი რომ ასეც უნდა იყოს და ეს ამაზე ხაზის გასმა და აღნიშვნა ცოტა მეუხერხულელება ხოლმე როდის გაიგეთ პირველად ხათუნას
ამბავი. ეს იყო 2019 წელი. 12 ივლისს გარდაიცვალა მამა და 21 ივლისს გავიგე ხათუნას ამბავი. სულ შემთხვევით. როგორი გრძნობა შვილისთვის, როდესაც ერთ მშობელს კარგავს და მეორეზე იგებს, რომ მსგავსი დაავადება აქვს, რომელიც ღმერთმა დაიფაროს და ძალიან ბევრ შემთხვევაში ცუდად მთავრდება ხოლმე. მამაჩემის გარდაცვალება დამავიწყა ხათუნას დაავადებამ, იმიტომ რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყავი იმაზე, რომ სიკვდილი დამემარცხებინა. და ამისთვის 5 წელი დამჭირდა ძალს მე და ძალს იქით სიკვდილი. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ადამიანისთვის მშობლის დაკარგვა. მაგრამ ეს მე იმ პერიოდში ვერ აღვიქვი და რაღაცა პერიოდის მერე მივხვდი, რომ მამა აღარ მყავდა. ოღონდ ეს იყო დაახლოებით ალბათ 2 წელი გასული. უბრალოდ ასე ვიცოდი, მაგრამ ჩემმა ტვინმა მიიღო მაშინ, როდესაც ხათუნას ანალიზები უკეთესობისკენ წავიდა. და დრო გამოგიჩნდა სხვა რამეზე დაგაკეთე. ალბათ. 2 წელი ითმინო ეს, 2 წელი კონდეს ეგ თემა დაბლოკილი. ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად. კი, ალბათ თერაპიაში არ ყოფილხარ? არა. ჩემი თერაპია არის ჩემი სულიერი მოძღვარი და მისი დახმარებით გავიარე ყველა სირთულე ჩემ ცხოვრებაში. ეს არის ერთადერთი სირთულე, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს სირთულეები და აი ამ ყველა რთულ გზაზე მისი გვერდში დგომა იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით მე ვთვლი, რომ დღეს არ ვარ მძიმე დეპრესიის ქვეშ მყოფი ადამიანი და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის და მისი დამსახურება. ხო და მოგმართავთ თქვენ იმ არა ადამიანებს, ვინც დაესიათ ჩემ შვილ ნინი ქარსელაძეს. თქვენ ხართ მკვლელები. თქვენ ერთხელ უკვე ცადეთ ჩემი მოკლა, როცა ჩემი შვილი და ოჯახი ჩართული იყო აწ უკვე თქვენი საყვარელი ლიდერის და ერთადერთი იმედი სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში. დიახაც, ჩემი შვილის მიმართ თქვენმა აგრესიამ და ბულინგმა დამმართა სიმსივნე. შენც ასე თვლი, რომ იქ იყო მიზეზი? არა, ეს არ იყო მიზეზი, უბრალოდ ეს ხათუნამ 2018 წელს ისე ინერვიულა ჩემზე, რომ ალბათ ეს მაპროვოცირებელი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველი ისრაელში რომ ჩავფრინდით, რაც გვითხრეს იყო ის, რომ არ შეიძლება უჟასების ყურება მისთვის. აუკრძალეს. ფილმების ყურებაც კი აუკრძალეს. მხოლოდ კომიქსები, მხოლოდ სასაცილო და ბედნიერი ისტორიები. აი პირველი ხო, ჩემთვისაც იყო ძალიან გასაოცარი. პირველი დავალება რაც მივიღეთ, მკურნალობის დაწყებამდე იყო ეს. შესაბამისად, აი მანდ მივხვდი, რამდენად ნერვიულობა ადამიანის ანადგურებს. ნამდვილად ანადგურებს, ეს არის ზუსტი შეფასება. არის რამე, რაზეც გინდა ისაუბრო, რადგან შენ თვითონ თქვი, რომ ძალიან დიდი ხანია ინტერვიუ არ მიგიცია. მე მინდა რომ ადამიანებს ვთხოვო, რომ ეს აგრესია ცოტა დაწიონ. მეტად შეუყვარდეთ ადამიანებს მეორე ადამიანები, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ისეთი აგრესია ტრიალებს ქვეყანაში, რომ ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ამის ყურება. მე არც ერთი ადამიანი არ მეზიზღება. მართლა, ყველას მიმართ მაქვს, რომ შეიძლება იმ პერიოდში ისეთი პრობლემა ქონდა, რომ ამიტომ გაგლანძღა. ყველას ვცდილობ, რომ ვუპოვო გასამართლებელი. რომ აი რაღაცა კონკრეტული რაღაცის გამო დაემართა ეს და მაგრამ მეტი სიყვარული, მეტი გვერდში დგომა გადაარჩენს ამ ქვეყანას, სხვა არაფერი. დაუშვებ იმას შენ, თქვათ ხო, როდესაც ფიქრობ სიტუაციაზე ჩვენს ქვეყანაში, რომ იმ ხალხს, ვისაც აქვს შენთან შედარებით საპირისპირო აზრი,
რაღაც მომენტში ატარებენ სიმართლეს, რაღაც მომენტში მართლები არიან და შეიძლება რომ მათაც უნდა მოусმინოთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ქართულმა ოცნებამაც. საერთოდ მოსმენა ძალიან კარგი რამე არის. მაგრამ ერთმანეთს რომ უნდა მოусმინოთ, ეს ალბათ სიახლეს არ ვამბობ არაფერს მე ამით. როდესაც ადამიანს უკრძალავ აქციის გამართვას, აი ისევ წავედით პოლიტიკაზე. არ გაგცემ მაგაზე პასუხს. მოსმენა სხვა არის, მაგრამ პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებ. მაშინ რჩევა მოგვეცი იმ ხალხს, ვისაც აქვს საპირისპირო აზრი, როგორ უნდა გადმოსცეს ინფორმაცია რომ არა სხვა აგრესიით, არა ლანძღვით, არა შეურაცხყოფით, არა ტყუილების მოგონებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე შენ ვერ მოგისმენ, როდესაც შენ მე შეურაცხყოფას მომაყენებ. როდესაც შენ მე გამლანძღავ. ტყუილს მომიგონებ. როგორ შეიძლება მე დავჯდე და შენ მშვიდად მოგისმინო. ეს არიციან იმ მეორე მხარემ, თორე დიალოგზე ძალიან ბევრჯერ იყო საუბარი, მაინც შემიტყუე გინდა რომ პოლიტიკური განცხადება გავაკეთო. ძალიან ბევრჯერ იყო დიალოგზე საუბარი, მაგრამ დიალოგი არის მშვიდი საუბარი. მათთვის მშვიდი საუბარი არის ლანძღვა, გინება, ადამიანების შეურაცხყოფა და ის სურვილები, რაც არაერთხელ წავიკითხე და წარმოუდგენელი და ამას რზენია ქართველმა, ქართველს უსურვოს სიკვდილი. როგორ შეიძლება მე ამ ადამიანმა მე მთხოვოს რომ მას მოусმინო? აი ეს არის ჩემი პასუხი იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოусმინო განსხვავებულ აზრს. მოусმენ, ოღონდ თუ ეს იქნება იმ ფორმით, რა ფორმითაც ადამიანს შეეფერება. სიტყვა ადამიანი ხო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ადამიანური თვისებები დაიკარგა დღეს. ჩემი გადაცემის ბოლო კითხვა. რისი გეშინია? სიმსივნის მეშინია. და მეშინია ადამიანების თურმე ყველაზე ძალიან ადამიანების უნდა გეშინოდეს. ყველაზე დაუნდობელი არსება ყოფილა საბოლოო ჯამში. და დღევანდელ რეალობაში ეს მკაფიოდ და ნათლად ჩანს. დიდი მადლობა. მადლობა შენ.